არის. აწია. ოპა. ო, კარგად იბძვის ბიჭო, სააღო. ოჰო. აი, გაიგიჟა თავ, ჩასვი? რა კაი ზომა, ხო არ ღადაო. თბილისის ზღვას ერთი დაუწერელი კანონი აქვს. ის ან ყველაფერს გაძლევს, ან საერთოდ არაფერს. ბევრმა მეთევზემ დაანება თავი აქვს სიარულს, რადგან ეს ადგილი შეცდომებს არ პატიობს. ის არც იღბალს ცნობს და არც შემთხვევითობას. მაგრამ მე და ჩემმა გამომწერმა გიორგიმ გადავწყვიტეთ ამ ზღვის რთული ხასიათისთვის გასაღები მოგვეძებნა. ჩვენ აქ სათევზაოდ კი არა, არამედ რევანშისთვის მოვედით. მთელი კვირა წნევის ცვალებადობის, მთვარის ფაზების და ქარის მიმართულების შესწავლაში გავატარეთ. წინ 24 საათია, გარეთ ჯოჯოხეთური სიცივეა, ნაპირზე მხოლოდ ჩვენი ფანდრების შუქი ჩანს და ირგვლივ ზღვის საზარელი დუმილია. გაამართლებს ჩვენი გაერთიანებული გათვლები, თუ ზღვა ისევ თავისას გაიტანს და цаრიელი ხელებით დაგვაბრუნებს. 7 კილო თევზი, გადამწვარი კოჭები და რევანში, რომლისაც არავის ჯეროდა. აი ასე იწყება ჩვენი ისტორია. გორი მოღრუბლული ამინდია, ჩვენ კიდე სათევზაოდ მივდივართ. მაგრამ მოვედით რა გინდა. შვენი ენახი როგორ ადგას ბიჭო. ყობით მოკლეთ ახლა აი აქ. ნახოთ რა იქნება. ცივა მაგრად. პირველი ტყორცნა. აბა ხეირი და ბარაკა მოგვიტანა ეხლა შენ და დიდი თევზი. ეხლა ვიცი რომ არაფერი არა ჩანს, მაგრამ მაინც 1, 2 და 3. Al inicio del ser quiero puedas ver პირველი დარტყმა ფიქსირდება მარჯვენა ანკესზე. ძალიან ლაითი ოღონდ. აბა. ვიდეთ ახლოს არის რაღაცა არის. ოღონდ ენაზება. მოკლედ აი ესე გვაწოლებს ღამის 11 საათია ჯერ. არის. აწია. ოპა. ეს ჩვენი პირველი თევზი. კარგად მორბის. მაიცა შევიდეთ. კარგად მორბის. მოიშვათ, არა, აქ არის, მოდის. მიდი. ბიჭო, რა კარგად ურტყავს, და როგორი ლაითი იყო და ამოვა მე ჩარტყმა. მაიცა ბაბუ ამოაყოფინო თავ. მაიცა. ოჰო. მაიცა, გაიგიჟა თავ, ჩასვი? ბიჭო, რას დარბის? ეს რას დარბის? რა კაი ზომა, ხო არ ღადაო ზო. მე მგონი კარჩხანიუსია. დავდოთ. შენ გენაცვალე. რა როჟა. და ნახე ბიჭო, ამ ხელაკარას როგორი ჩარტყმები ქონდა. ძალიან ლაითი ჩარტყმები. კარგი, ისედაც გაგიშვით. ხო. აი, ჩვენი დღევანდელი პირველი კარჩხანიუსი. შევიგონეთ. აი ზომა რა. წავა. ჩავაგდოთ ბადეში და ნახოთ რამდენს დავიჭერთ დღის ბოლოს. salimos del suelo y abrimos el mar al fuego en nuestra მესტა უშოთ რომ აზრი ქონდეს სიგნალიზატორს. ამასობაში ჩვენი ნავით გვიახლოვდება. აი ესე მოცურავს ჩვენი ნავი. იმედია ხედავთ. აი ეს არის ავტოპილოტზეა რა ესე რა ვთქვათ. არ უნდა მოვიდა. ხედავ შენ. მოცურდა. მეორეც გავუშვათ და ეგა. მოიტა ერთი.
ის ბამბუკისად გააზრეჭა. პირველი თევზი უკვე დავიჭირეთ, თუმცა თბილისის ზღვა თავის ხასიათს მაინც გვაჩვენებს. ისეთი სიცივეა თითებს ვეღარ ვგრძნობთ, მაგრამ გაჩერებას არ ვაპირებთ. ახლა ცეცხლი ჩვენი ერთადერთი ხსნაა. მის გარეშე ამ ღამეს ვერანაირი აღჭურველობა ვერ გაგვაძლებინებს. სანამ წვადი იწვება, ჩვენი წერტილი უკვე დაკვებილია და კატერიც თავის საქმეს აკეთებს. ეს არის თევზაობის ის მხარე, რომელიც კადრს მიღმარჩება. ზუსტი გათვლა, მოთმინება და ბრძოლა სიცივესთან. ენერგია უნდა ავღიდგინოთ, რადგან ნამდვილი ნადირობა მხოლოდ ახლა იწყება. არ გადართო, წინ დიდი ამბებია. ძალიან მაგრაცია. დილამშვიდობის, მოკლედ, დილის 6-ის ნახევარია უკვე ჩაგვეძინა და ახლობთ საათნახევარი გვეძინა. ეხლა გათენდება და იმედი მაქვს დაიწყებს კენკვას თევზი. იმიტომ რომ მთელი ღამის განმავლობაში, გარდა იმ საათნახევრისა, რაც გვეძინა, საერთოდ არ ქონია ჩარტყმა. და იმედია გააქტიურდება ეხლა. გიო იქ შეშას ეჩალიჩება. მიანკესებს ვაკვირდები შორიდან, მაგრამ ჯერჯერობით სიჩუმეა კიდევ. ჩავაგდეთ მოკლედ ხელახლა, ჩვენი წერტილები დაკვებილია და ველოდებით დილინდელ ჩარტყმებს. აბა ვნახოთ რა იქნება. რაო გიო გაწვალებს? და ნახე რა სუბაბუნებს. დავაი. შვენიერი ზომაა, ძმაო. დავიჭირე ორი კარჩხანა. ბომბორჩიკა კარჩხანა. ნახე ბიჭო რა მაგარი თვალი აქვს. ინა მიკროსკოპით ვიღებთ. აი ესეთი კარჩხანიუსი დავიჭირეთ. იმის და მიუხედავად რომ თეთრი ჭიის მოყვარული ვარ და სულ თეთრ ჭიაზე ვიჭერ, კიდევ კაი რომ გიორგიმ წამოიღო წითელი ჭია. აი წითელ ჭიაზე დავსვით ეს ლამაზუკები ონს. როგორი კომბინაციით აგიხსნით. ჩამოვაცვამ კუდიდან, ავაცვამ ესე მარტივად რო ვთქვა ჩვენს ენაზე ნასკივით. იმენა ჩამოვაცვამ, მერე გავწყვიტავ, რომ ესე კუდი გადმოყოს და მერე უკვე დავამაგრებ ერთცალ თეთრ ჭიას. აი ესეთი კომბინაცია გვაქვს, ეგრეთ წოდებული ბუტერბროტი. ძალიან უყვარს ამ პერიოდში თევზს ბუტერბროტები. წინა ვიდეოებშიც ალბათ გაქვთ დამუღამებული ჩემთან, რომ ბუტერბროტები ამართლებს ხშირ შემთხვევაში. ჩვენ სანამ თევზს ველოდებით, გიორგი უბერავს. მოვიდე? ასე მძიმედ მოდის, არა? მოვდივარ, ბრო. Picture saat kapına harika lokodaşı. ახე რა კარჩხანებსო, ხო არ ღადო. ოპა. საგო. რავი, ამდენი კარჩხანა მართლა არ მიჭერია, კარგახანი. აი შენ გენაცვალე, ქვირითობის კვარი, ნუ არ ეთყობა, აქ ხორკლები ჯერ არ აქვს. აი ეს არის მსუქანი, გამძღარი. ეს ერთი კვირაა, ყველა რო ჩალიჩობთ, რომ კარჩხანები დავიჭიროთ, ყველას დასაკვები რო ჭამა, ეს ის კარჩხანაა, ძმებო, შეხედეთ რა მხილა. იმენა მსუქანია. წინა ვიდეოში რომელი კარჩხანაც იყო, იმაზე ბევრად სქელია, შეხედეთ. ო, წითელი ჭია.
კი ძმაო. ნაკელი. აი, ლამაზუკა დავიჭირეთ. შეხედე მარჯვენა ანკეს. ახ ოპა, რა გაქაჩა შეხედე. შეხედე როგორ ეკაჩება, როგორ წვალობს. ოპა. ეს უკვე ძალიან იყო. Короче, რა, მე ბომბარდირი, კარჩხანირი. ოპა. ამო. ბიჭო, რამხელა? ხო არ ღადო. მიდი ბაბუ, მიდი, შენ, ვაიმე, შენ გენაცვალე. აბა რა, აი ესეც პადელნიკს გისურვებთ ყველას სათევზაოდ. მანდაც იბძვის? მე ბძოლია. აი, ვახ, ნახე იმენა. ვერ ვაჩერებ. იმენა ვერ ვაჩერებ. ამას შეხედე რა როჟა. ამ ლამას ფართს შეხედეთ. ესეც ძალიან დიდია და ძალიან მებრძოლია, იმენა ვერ გავაჩერე ზო. ამაზე ნაკლები არ დაგეჭიროთ არავის. საკვებურა სავსე, ანუ ჩაგდებისთანავე ზუსტად ალბათ 1-20 წამში ჩაარტყა რა. ნახე რამ სისქოა. ესე გაჩვენებთ. აი ბომბორიუს კარჩხანიუს. ოპა, დავაი გიუშ. ორი კაცი ვალი. ოპა, აი რეგარი, შენ გენაცვალე, აღარ გააჩერო, ძმაო. ყოჩახ. მოდი აქ შავცურეთ ტბაში. კიდევ კაი ბოტები მაქვს. კარჩე შენ აქამდე მოიყვანე დალშემევიცი. აქ ნელა გიუშ ნელა. ბუჩქებისკენ არა, მოდი. ამოაყოფინე, ეს არის ლოშა. მოდი, აკეთ. ოპანა, ესეც შენი პირველი ლოშა ძმაო. პადლეში კი, ქართულად რო ვთქვათ, პატარა ლეშა. აბა, შენ გენაცვალე, ნახე რა თეთრია ძმა. აი ესე. კარგად გვანახეთ, შენი თითები მე მთელ თევს ფარო. აჰა, შენ გენაცვალე. აი ესეთი კაპარჭინა დასვა გიომ. შვენიერი ზომის. ეგარი. ყოჩაღ ძმაო. დიდი პაუზა ქონდა გიოს, მაგრამ ღვთისწყალობით გიომაც დასვა. ოჰო, სადოკი გვინდა. ჩოგამბადე. მოდი. ეგარი, მოდი. ოპა, ლეშა ძმა, მე კარგი კაპარჭინა დასვა. ჩვენმა ძმამ. შვენიერი ზომა. ეს არის პადლეშიკი. ლეშა არის ორჯერ დიდი ამაზე. ესეთი კარგი ზომის კაპარჭინა დასვა გიომ. წითელი ჰიბრიდული და თეთრი დაუმა. არა, გიო, მოშლება. წითელი ნაკელის და თეთრი დაუმა. წითელი ნაკელი და თეთრი აპარიში. ესე თქვათ ბუტერბროდი. ეს გიოს დაჭერილი კაპარჭინიუსი. შვენიერია. ეგერთი და სხვა მრავალი ძმა. ოპა, მარჯვენა ანკესი დააფიქსირეთ. ნახე როგორ ურტყავს, ბიჭო. ხანიუს ბუტკუჩიუსი. მესამეა თუ მეოთხეა არ ვიცი, მაგრამ გამისთევამ აშკარად შედეგი გამოდგა. შენ გენაცვალე, რა სიმძვის იცი? აუ, რა კარგი როჟა, შეხედე. ეს ლეშა? არა, კარასი. ოპანა. საღო გიო. ორი გიო უკვე თემა, ძმა. იმენა თემა, საღო. ნახე რა ეჭვის თვალით გვიყურებს, რაზე დაჭდა? წითელიჭი. აქტიურდა ესე იგი. პატარა კაპარჭინაა, ხო? ნახე შენ იმენა კაპარჭინები, არა ნაფოტა, ნახე რა კარგი ზომაა. შვენიერი ნაფოტიუსი. აჰა, ჩვენი ნემსკავიც იდეალურად მუშაობს და წითელიჭიაც ამართლებს. ეს არის ნაფოტა, პატარა. აგერ ჩემო კარგებო, თუ არ გამოიღო წინა ვიდეომ შედეგი. ოპა, გიუშ. რა შვებიტო? გიო იმენა ზედიზეცავს.
იმედი მაქვს კაპარჭინაა კიდე. ნელა. კაპარჭინა შეიძლება კაპარჭინიუს. პატარა გამოიყვანე ეგრევე. ოპა. კაპარჭინა გააქტიურდა გიო შენს წერტილში. აშკარად თეთრ ჭიასაც იღებს, წითელ ჭიასაც იღებს და ჰიბრიდულ წითელ აპარიშსაც. შვენიერია ძმა, მაგრამ პატარაა, მე მგონი გაუშვით, ხო? ნუ ეს ხალხი გამოუშვეს, ვენაცვალე ამათ უყველას, ასუფთავებენ ნაპირს. ესეც უნდა დასუფთავდეს აუცილებლად. ჩვენც ვცდილობთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ამდენი ხალხი თუ დაგვეხმარება, იქნება ძალიან მაგარი. აი, ესეთი შედეგი გამოიღო ვიდეომ. ეს იმას ნიშნავს, რომ ძალა არის ერთობაში, ჩემო კარგებო. ოჰოჰოჰოჰო. აი ძვის ვარ ხახედი. შენ ზუას ხარ გამოიღო. ოხ, შენ გენაცვალე, ბიჭო. რაში? ნახე, რა საჭრაჭუნე. რო იყო აქ. აუ, ნეტალეშა იყოს რა. ნელა. არბენინი აქეთ. ჩემ ზუასთან აიხლართ და შენ ჩემსკენ წამოვიდა. თუ შენსკენ არის, წამოიღე. ეგ ბრძოლა იყო მაგის ბრალი, რო ახლართული ხარ ჩემ ზუასთან. მოდი. ოპლა. კაი. ესეც ჩვენი მორიგი კაპარჭინა. შენ? აბა მანახე. პატარაა რა. ოპა. საღო. ვახშენ გენაცვალე, ბიჭო. მე ჩემი მატონის და ხლებსის რომ დავდივარ, გაისა. ბადე. გაიქცა? ბიჭო, ნუ აკეთებ ეგრე. მაგდოს გარბის. არა, უკვე დაწყალს რო ერთის მოვდი. ძიმეთ არ მოდის? კარჩხანა იქნება, რახან ეგრე აკეთებს, მოყვება. კარჩხანა მიცის ეგრე რა, უცებ გონია რომ გაგეშვა, მაგრამ მოყვება. ნაპირთან იწყებს ბრძოლას. მოდი პაპ. ვაიმე, რა კარგი ზომის ლეშაა, ბიჭო, რა კარჩხანა. ესეთი არ დაგიჭერია, შენ გენაცვალე. მოდი. ოპანა, საღოლზმო. შენ გენაცვალე, ბიჭო. რა კარგი ხარ, შენ შემოგევლე. ეს არის უკვე ლეშა. ჩავატარეთ გიუშ მასტერკლასი, არა? ნახე, რა კარგი ზომაა, შენ შემოგევლე. თეთრი ჭიისა და წითელი ჭიის კომბინაცია. შვენიერი ზომაა. სადღაც 700 გრამია რა. შეიძლება 800 გრამიც იყოს. ძალიან მაგარია. აი ეგრე. ეს არის სასწაული ძმა. ემოციები როგორია ძმა? ვერავთ. ეს არის მებრძოლი თევზი. ფიზიკურად ვერავთ. ეს არის მებრძოლი თევზი. ანკეს გართმევს, გირტყავს, გემაიმუნება, გატყუებს მომენტებში. ძალიან მაგარია. ძალიან მაგარი ემოციებია და ოპა. ეთეთ ლამაზი თევზია რომელიც ესე მებრძოლი. მაგარი როჟა. ძალიან ლამაზი არის და ძალიან დიდი სიამოვნება ამის დაჭერა. ნახე რა მხილვა. ძალიან მაგარია საღოგიო. შენი ყავი თუ ჩარტყმა იყო? ეგარი საღო. ესეც მორიგი კაპარჭინა უეჭველი. შამაია, საღო, შეხედე, რა კარგი ზომის შამაია. ეს რო იცოდე პატარა ზღვისთვის იდეალური ზომაა. ნახე რა კაი ზომაა. ხო, ეს მტაცებლისის, ნახე. სკვერზე ხო? მტაცებლის ნაკბენი. გადასანსლა ძმა, მოიდა შენი ქირურგიული რაღაცები. და კარგი ზომის შამაია დაიჭირა გიორგი. ეს იმას ნიშნავს, რომ შამაია აქტიურდება. ნელ-ნელა. საღამოთი უფრო აქტიური იქნება, რა თქმა უნდა, ვიდრე დღისით. უცებ მოკლედ ვიტყვი, არ ხიეძებს სპონსორს, ვინმეს თუ გაქვთ სურვილი რომ ჩემთან ერთად გაიზარდოთ, შეგიძლიათ მომწეროთ Facebook გვერდზე, სადაც მაწერია ლიგიო. ვაიმე. ნახე ბიჭო რა სიუს. კარგი ზომაა, გიუშ. მაგარი ზომაა, ძმაო, ვაიმე. ეს რა კარგი ზომაა, ხო არ ხატავ, გიო რეკორდია რა. ძლივს მომაკ, შენ ძმობას ფიცაა.
ეს ხო არ ღადაო, ძალიან დიდია, ტო. გიო, რა? სერიოზულია ძმაო, არ ვიცი რა არის, მაგრამ ეს თუ კაპარჭინაა, კილოზე ნაკლები არ იქნება. თოფი მოვიტანო? არ გამაგიჟო რა. თევზი ძის, მა, პარკი და თევზი, ოპა, შენ გენაცვალე. მე შენ ხო გითხარი, ძმა, კილოზე ნაკლები არ იქნება თქო. თუ არა, შენაირია ზუსტად. ნუ არა, ფუ. მე ვიცოდი. Double kill. აი, ხომ მაგრა დასწორებს ესეთი ზომები. აი, ეს არის ძალიან კარგი ზომის კაპარჭინა. ძალიან კარგი, დაახლოებით 900 გრამი. ოპა, არის. ოჰოჰოჰოჰოჰო, გაიგიჟა თავი, გაიგიჟა. ოპა. გაძრომა უნდა და გაძრა. ესეთებიც ხდება. არა უშ, გული არ დავიწყვიტოთ. ძალიან კარგი რაღაცა იყო, ან კაპარჭინა იყო, ან კარჩხანა. აი აქ არ გაგიძრეს, აქ იბძვის ხოლმე, თუ იბძვის. აი აწევინე თავი, აწევინე. პატარა. ინა, ნაფოტიუს. არა, ნაფოტა, კაიროჟა. ნაფოტაზე გართობა შეიძლება ძალიან მაგრად. ნაფოტიუს. მეგობრებო, ძალიან დიდი თხოვნა მაქვს, აუცილებლად გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო და დატოვეთ კომენტარი. აი კომენტარს გთხოვთ ძალიან მაგრად, იმიტომ რომ დიდი ხანია ვიდეო რო არ დამიდია YouTube-ისთვის, ეს ძალიან საჭირო იქნება და დამეხმარებით ძალიან თუ უბრალოდ ერთ გულს დაწერთ, ვისაც რაღაც დაწერა არ გინდათ თუნდაც. ერთი გული მაინც. ძალიან დიდი მადლობა ყველას. ამწყებო მეთევზეებო, როდესაც გახვალთ ტბაზე, აუცილებლად თან წაიყოლეთ წითელი ჭია, თეთრი ჭია, ჰიბრიდული წითელი ჭია, იგივე ბუზის მატლი და ყველაფერი დატესტეთ აბსოლუტურად. დღეს მაგალითად საერთოდ არ ველოდი რომ წითელი ნაკელის ჭიაზე, ასე ვთქვათ, დავსავდით კარჩხანებს, მაგრამ საბედნიეროდ წამოვიღეთ თან, დავტესტეთ და გაგვიმართლათ. თეთრს ასე თუ ისე რო ვთქვათ, არ იღებს ისე როგორც საჭიროა, არა და თეთრის იმედი უფრო მქონდა. ამიტომ გაითვალისწინეთ ყველაფერი იქონიეთ თან და დატესტეთ ყოველთვის. ჩაატარეთ ექსპერიმენტები. ჩავყავს ბოლომდე. ამოვაყოფინოთ კიდე თავი აი ესე. აი ეგ მოვაჭრათ ცხილით. ეს გამოყოფს სუნს. ვიღებთ ორ ცალ თეთრ ჭიას. ეხლა გაჩვენებთ ორი ცალი თეთრი ჭია. ერთი. ესე. და მეორე. აი ესე. მარცხენა ანკესეთ ჩარტყმა. ოპა. ეს უნდა გადავალოთ. რა ახოს ის ბიჭო. კაპარჭინიუსი. ესეთი ლამაზი. ნაფოტიუს. ნაფოტა გააქციუს. თევზებს არ უნდათ რომ წავიდეთ. თევზებს არ უნდა რომ წავიდეთ, მეგობრებო, იმენა დღეს რაღაცა მაგია გქონდა სერიოზული. 24 საათია რო უზიხარ კოფრს და თურმე პარკში რო გიგდია. რა მაგრად ეხავს. აკე big fish. აი, ეს არის მაო big fish. არჩხანა არის და ძალიან დიდია, დღევანდელი big fish-ია. რამხელა ბიჭო, ხო არ ღადაობ. აი იმენა გიგანტი. ამით აი ეს არის ჩვენი დღევანდელი big fish-ი, რომელიც დავსვი. ნუ კარბზე მქონდა ჩაგდებული კოპრზე, ნუ სამწუხაროდ ეს გიგანტი კარჩხანა დაჯდა. არ დააცადა კოპრს რო წერტილში შემოვიდეს. დაახლოებით კილოზე მეტია, უეჭველი, არავინ არ შემედაოთ, ძალიან დიდია და მსუქანია. აი ამაზე ნაკლები არავის არ დაგეჭიროთ. მოკლედ დღევანდელი დღეს ჩატარდა. იო გაგვიზიარე შენი ემოციები ძმის გულო. დავიღალე. დაიღალა თევზის ჭერით, კაცი. კლავები მეთქია. აი ესე ხდება ხოლმე, როცა გათვლი თევზაობას და მოდიხარ ისეთ დროს, როცა სტაბილურია წნევა, იცი მთვარის ფაზა, იცი ასე ვთქვათ, ამინდები და ასე შემდეგ.
ძალიან კარგი თევზჭერა გამოგვივიდა. 1000 ნაბიჯით და რა ვიცი, ყველა პროცენტით. იზომები მოვიდა რაც რა ვიცი, არ მეგონა მოვიდოდა და ეს რაოდენობა მოვიდა, რომელიც რომელიც ამდენი არ დაგიჭერია ვაფშე, ხო? აქ ვაფშე არ დამიჭერია, ძმა, რამდენჯერ ვიყავი და აუ პირველად დავიჭირე. პირველად დაიჭირა ძმო. პირველად. ეს რას ნიშნავს, რომ შევისწავლოთ ეს ყველაფერი და ყველა დავიჭერთ აბსოლუტურად. სწორი იმედია დრო, სწორი მომენტი და სწორი მონტაჟი. აუცილებლად. იმედია ჩემი რჩევები გამოგატკა, ხო? უი, ჩვენი ზო. წარმატებები ყველას თევზჭერაში და დაგემშვიდობებით კიდევ ერთხელ მე და გიო. აბა ჰე.